აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი. რა მივულოცოთ ჩვენს თავს ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ? რა გვაქვს ხვალ სანატრელი რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არ აღჩება რა რომ თავი მოვიწონოთ. ან ნანვითავ თქვათ: ჰოი წამო სიხარულისავ. ესე სწრაფად საწახვედი. წინ მიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს ან ნატვით თქვათ. მოვი딘 დღეო სიხარულისაო, რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ნუ თუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ. შემოვდგი ფეხი, წყალობდეთ ღმერთი. სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა. ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავწრათ. ერთხელ ჩვენ თვითონაც მივდგეთ, მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწალობებს თვითონ ადამიანი არ აღწავს. არა სხლავს, არა ფურჩქნის, არ ულის, არ პატრონობს. ღმერთმა რაც წყალობა იყო უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ჩვენთვის ღმერთს არ დაუშავებია რა. არ დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა. თუ ქვეყანაზე 1-2 კუთხეა იმისთანა რომ კაცს ეთქმოდეს, ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვების აქ დაიბერტყაო. იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად თქვან. სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა? ამ 64 ქვეყანაში მარტო ქართლს უგებდა სული. გული ელევა, ხორცი ადნება, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ტყემინდორი მთა და ბარი, მიწა წყალი, ჰავა, ჰაერი, ამისთანა გვაქვს, იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასწარ, გაისარჯე, იმხნევე მუცელსა და გულის თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე დღეს მძლეთამძლეა გარჯა შრომა და ნაშრომის გაფრთხილება. შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა, საჭიროების სამებრ და არ გაუმაძღარ სულვილის სამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? რა არ გადაგხედნია თავს? არა, რა მტრები არ მოგვსევიან? რა ვაივაგლახი, რა სისხლის ხრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა ცისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე და ყველას გავუძელით. და ყველას გავუძელით. ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ თემურებმა ჩვენ საკუთარ სისხლში ბანეს. და მაინც დავრჩით და გამოცოთ. შაჰაბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილი და მაინც გამობრუნდით. მოუსული ერთით. აღამახმად ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგხსნეს, მოგჟლიტეს და მაინც ფეხზე წამოვდექით. მოვშენდით, წელში გამოსწორდით, გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა თუ ურჯულოს და დროშა ქართველებისა შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული ხელში შევირჩინეთ. არავის წავაღებინეთ. სოდვა არ არის ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს, დრო ჟამი ამას გვიქადის. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღեղეთ მკერდი და ამ კერძეთ როგორც კლდეზედ დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი, გავწყდით, გავიჯლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლშვინი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ. ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ. არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ სამშობლოს, ჩვენს მამულს, სამართლიანის თამოწონებით ვეძახით. სოდვა არ არის ეს ერი ამოსწყდეს. სოდვა არ არის ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს. სოდვა არ არის მელა ტურამ გამოღრნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ, რისთვის? ვის რა ვირი მოპარეთ? რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისთვის რამ გაგვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან რომ ვიცოდეთ იმ დროს რა უნდა და რა იყო მისი ციხესიმაგრე, მისი ფარხმალი ვაჟკაცობა უნდა და ვაჟკაცს მივიყავით, ხმალი უნდა და ხმის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდა და ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა? იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი, სილბოქ ვქონდა ნაქსოვისა, ვით ქრისტიანებს და სინტკიცე ნაჭედისა, ვით მეუმრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გქონდა, დროთა შესაფერი ხერხი და გამრჯელობა. წავიდა ის დრო, დაჩლუნდა ხმალი. გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევწვათ, აღარაფნის მაქნისია. ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნის, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა რომ სისხლი ხვიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა რომ მოფლიხვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გადის, უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვანს. დღეს მძლეთამძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცით, ცოდნით და მარჯვენით. გვჭირს კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე?
რა გითხრათ, რით გაგახაროთ? მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ გამოვკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა, შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას როგორც უპატრონოს საყდარს ხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ გაუძლებს. თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხნი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახველეთ, წინ არ დავუყენეთ, ვართ კი ყოველი ამისთვის მზად, ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა. ომი უსისხლო, მშვიდობიანი წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ ნაღაროდ თესავს, უბუკ ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაყუნა ნიაღვარს კი არ გავს, რომ თადაბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრგანოს. დუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია. არც რბევა იცის, არც ძარცვა, ეს მის ბუნებაში არასწერია. თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგარ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა ეს ომი შრომისაა და ვითარცა შრომა პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავს გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრი წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულაძე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, იტყო და გლეხკაცი თავისებურად ზედ გამოჭით. თუ მართალს ათქმევინებ, რა გლეხკაცი? თვითონ დღევანდელი დღეს ამას გვეუბნება, ამას ღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ? არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ რანი ვართ. ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ და აი ნუშიაც არ მოგდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაო ახელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი არწივიც კი ვეღარ გვიპოვის. ვეღარ დასწუდება ჩვენ ზულებს რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ ისეთი ღრმა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონო და ვბზუით. მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ამ ბზუილიდან არა გამოდის რა. იქნება იმიტომ რომ ყველა ბუზიკი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო. თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე. ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლეთ როთა შესაფერი სამამაცო ძნენია. რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ ასთვას. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? 1897 წელი, 31 დეკემბერი. ილია ჭავჭავაძე. მე ვარ შარლო მინტაძე და გილოცავთ ახალ წელს.